ბატონო, უფროსი რა ასაკის არის თქვენი? 12-ის ხდება ახლა ოქტომბერში. აი, მაშინ ამ მიმართულებით თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ სოციალურ ქსელებთან, ტელეფონთან მიმართებაში. ძალიან კარგი კითხვა. პირველი რაც გავაკეთე, მეც შევედი იმაში, რაშიც ის არის. ხო. ანუ მეც ვთამაშობ იმ თამაშებს, რასაც ის თამაშობს. ერთად ვთამაშობთ. ეხლა ეს რატო იყო მნიშვნელოვანი, ნახე? დავინახე როგორი რთულია გაჯეტების გადაგდება. მარტო სერიოზულად ძალიან რთულია. იმიტომ რომ მალთ ერთ თამაში გადმოვწერეთ მე და ალექსანდრე, ბროუსტარი ქვია. რამდენიმე წლის წინ ისე შევჯექი, რომ ბოლოს წავშალე. და ერთადერთი გზა ამ თამაშისგან თავის დაღწევის იყო წაშლა. ეხლა ეს რატო იყო მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეხლა არ ვარ ძალიან მკაცრი მომთხოვნი და რითვერ დადე ტელეფონი ტიპი. იმიტომ რომ რაღაც შემთხვევაში გამომცადე რომ ესე მარტივი არ არის შეელიო ამას. და რაც თორე მივხვდი რა პრინციპი არის, რაც ანუ აი ამ მიჯაჭულობას რა იწევს მივხვდი. ნახე, და აქ უკვე ბავშვის ტიპას გააჩნია, ხო? ხა, ჩემი და ალექსანდრეს შემთხვევაში მიჯაჭულობას იწევს სწრაფი დოფამინის, სწრაფი გამარჯვების ეფექტი. ისევ გამარჯვებასთან მივედი რა. ბოლოს ვთამაშობ 10 წამში შემიძლია გამარჯვების გემო მიგიღო. მიგემო. ხო და ეხლა რეალურ ცხოვრებაში ამას ვერ ვიზავ. რეალურ ცხოვრებაში ერთი წელი უნდა იშრომო, რომ ეს გამარჯვების გემო მიგიღო. რა მაგარი რაღაცა თქვით. აი, ყველაფრის ალბათ ეგ არის. მეც მაქვს, ბევრს ვთამაშობ ხოლმე სამწუხაროდ. მართლა ეგ ეხლა გავაცნობიერი ალბათ, რომ აი სწრაფი გამარჯვებები გიკმაყოფილებს ძალიან ბევრ რაღაცას. მე შაშს თამაშობ ხოლმე და შაშიც ფაქტობრივად სწრაფი გამარჯვება, იმიტომ რომ 2 წუთი გაგრძელდეს პარტია 3. გეტყვი ახლა ჩემ კიდევ ერთ გამოცდილებას ჭადრაკი ძალიან მიყვარს გიჟდები. ძალიან ინტელექტუალური სპორტია. მაგრამ ახლა ნახე, ეს პრინციპი აქ გადმოვიტანე და ვთამაშობ 3 წუთიან პარტიებს. ბლიცებს. რომელიც ზუსტად იგივე არ მნიშვნელობა აქვს ახლა ის ჭადრაკი არ არის, სადაც უნდა იფიქრო სტრატეგიებზე. აქ არის კაპ. იგივეა. ეხლა ნახე, მე რატო ვქენი პირველ რიგში ეს, იმიტომ რომ მე გავიარო ეს გზა, როგორ შეიძლება შევამცირო გაჯეტე. და ძალიან კარგი რაც აღმოჩენები გავაკეთე ჩემ თავზე. მაგალითად ჭადრაკს როგორ შევეშვი. მაუსი მოვიშორე. და მაუსს გარშე სწრაფ ჭადრაკს ვერ ვთამაში. ხო. ნახე, ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნახე რას მივხვდი და იმუშავა. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ კაი თუ მოგინდა წახვალ იყიდი. კი, სანამ ჩავალ სითიმოლში აქედან და მაუს ვიყიდი. აი ესე ეიფორია გამარჯვებს გადამივლის. ეხლა აქედან რას მივხვდი? თავარ თემას. ბოდიში, აქ შეიძლება და ყოფილიყო სხვათა შორის სითიმოლის რეკლამა. და ნებისმიერი ტექნიკის მაღაზია, სადაც ვიტყოდით რომ აი ილია წავა და იქ იყიდის მაუს. მაგრამ იყავით ეგრე. ბევრს ვილაპარაკებდი უფრო. რა თქმა უნდა. რას იყიდით? კი ბატონო, კი. ეხლა ეს ძალიან საინტერესო რაღაცამდე მიმიყვანა. თემამდე დაუშვით აზარტული თამაშების შეზღუდვა, ნარკოტიკების შეზღუდვა. ეხლა მე ამის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ჩემ გამოცდილებაში შემიძლია ვთქვა, რომ თუ არახელმისაწვდომია, ეზრდის იმის შანსს რომ არ გამოიყენო. ეხლა ძალიან ბევრი დებატებია ამის გარშემო, რომ ეხლა რას მოგცემს ეხლა პირობითად უარიყი, ნარკოტიკი რო არ იყიდება მაშინ რა ქვია, მაღაზიაში რა ხეირი. აი ეს ხეირი, რომ სანამ შენ წახვალ და იშოვი, გაქვს დრო გადაიფიქრო. გაქვს დრო რა ეს იმპულსი, რომელიც გიბიძგებს ამის გამოყენებისკენ, რაციონალურ ასპექტში გადაიტანო. მიხდე? ეხლა მე მალთ ფეხით ან სკუტერით მოძრაობ ხოლმე, სანამ ჩავიქროლებ მაღაზიამდე, იმდენად რაღაცა ბევრი ემოცია გამოვცადე უკვე, რომ ჩავედი აღარ მინდა. ამ სიტყვას ვიტყვა, ის მუღამი გაქვს დაკარგული. ხო, რა თქმა უნდა, იმ მუღამი ის არის რაღაცა ტალღაში უნდა მოყვეს ეს რა, აი ტალღაში რომ აუ ეხა დავაჩაუჯდები რა. მიხდე? მეორე რაც მივხვდი ეს არის რომ რასაც მაძლევს თამაში ის შევქმნა უფრო საფუძვლიანი და ჯანსაღი გზით. ნუ პირობითად გამარჯვება თუ მინდა წავიდე ფეხბურთი ვითამაშო. ნუ ხა ფეხბურთი უფრო დინამიური ახლოა მიხდი ხა რომ დავждე რაღაცა ვისწავლო ტრენინგ პროგრამა გავაკეთო დინამიკა ნაკლებია. ეს უკეთესი ვერსია, მაგრამ ყველაზე თუ ის არ გამოდის, მაშინ ეს მაინც იყოს რა უფრო ჯანსაღი ალტერნატივაა რა. ანუ პირველ თუ ალკოჰოლს ვსვავ, კაი ალკოჰოლი მაინც და დაახლოებით ეგეთი ლოგიკაა და არა რაღაცა. აი ხლა იმ შაშზე რაც წეღავ თქვით, ხო მარტივი პარტია ახლა 2-3 წუთი გაგრძელდეს, მოწინააღმდეგეს გააჩინა, რამდენად სწრაფად თამაშობს, მაგრამ 5 წუთზე მეტი არ გაგრძელდება და თუ მოიგე ძალიან კარგი განწყობაა და
გუშინ წინ იყო ზუსტად მახსოვს სამსახურში მივდიოდი მეტროდან რო ამოვედი ავტობუსს მივყვებოდი და ჩავრთე და ძალიან დიდი უპირატესობით ვიგებ და გაუაზრებელი სხვა გავაკეთე 5 ქვა მომიკლა 1 სულით და წავაგე მთელი დღე ვიყავით სულ განსხვავება ეს როგორ დამემართა და მე მივხვდი რომ ვიღაცას და რომელიც არ ვიცი ვინ არის არაფერი არ წამიგია რეალურად რაღაცა ძალიან იმოქმედა ამან ნახე აქ ესეთი თამაშებით ჩვენ ვიღებთ კორტიზოლი დოფამინის იმას რა მონაცვლეობას სწრაფს და ეს გაძლევს ძალიან დიდ ემოციურ იმას რა დისბალანსს რაც გარკვეულწილად მიჯაჭვულობას იწვევს გარკვეულწილად სიცოცხლის განცდა გაქვს იმიტომ აი ცივი ცხელი წყლის ეფექტი აქვს მაგრამ საბოლოო ჯამში ნუ გამოდის ისე რომ უფრო დანაკარგში ხარ ვიდრე მოგებაში ამ კუთხით. ხო, ეხა იმას გავაგრძელებ, ნახე, ანუ რა შედეგამდე მივედე, როგორ მეტნაკლებად დავარეგულირეთ ეს პრობლემა. ნახე, პირველი ძალიან ხელმისაწვდომი არ იყოს, ძალიან. ეს ერთი. მეორე თემა ლიმიტი. იმიტომ თუ სრულად აუგზავნავ, შეიძლება ამან გამოიწვიოს პირიქით ძალიან ამის სურვილი და მე 24 საათი თამაშოს. თორე კლასში ნახავს რომ სხვები თამაშობენ, ну რაღაცა მოწყვეტილად იგრძნობს თავს. ლიმიტის ოპტიმალური რაოდენობა არის, ნახე, ასაკიდან გამომდინარე. ანუ რაღაც 12 წლის ბავშვისთვის სადღაც საათ ნახევარი 2 საათი გამოდის რა. დღის მანძილზე. დღის განმავლობაში, კი.